ახალი ჟურნალი საქართველოში კოპირაითის მიზანი საავტორო უფლებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მისი პოპულარიზაცია. ჟურნალი შემეცნებითი ხასიათისაა და მასში ასახული იქნება თუ რა კეთდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ საავტორო უფლებების დასაცავად. ჟურნალი სეზონურად გამოვა პირველ ნომერს, თან ახლავს 2 კომპაქტ დისკი თანამედროვე ქართველი მომღერლების შესრულებით. პრეზენტაციის ბოლოს ჯგუფ Windows-ის კონცერტიც გამართა. საავტორო უფლებების დაცვას ამ ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და სწორედ აი ამ პრობლემატიკის საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდის და პრობლემების გადაჭრის მიზნით ჩვენ გამოვეცით პირველი საქართველოში ჟურნალი საავტორო უფლებების შესახებ. ჟურნალი მოემსახურება ყველა იმ ავტორის პრობლემური საკითხის გადაჭრას, რაც დღეს საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს. თუ რა დაცვის მექანიზმები არსებობს სოფლიოში ასეთი სახის საკუთრებასთან საჭიროა რომ მოხდეს ინფორმირება. ამას ემსახურება ეს ჟურნალი. რაც შეეხება მასთან თანამშრომლობას, სიამოვნებით გავაგრძელებ, უბრალოდ დავიწყე და გავაგრძელებ მას, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალი ესეთ სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაშიც ერთ-ერთი ყველაზე ფართო ტირაჟიანი შეიძლება ითქვას და ფართო ფორმატიანი ჟურნალი იქნება, რომელიც შეეხება საავტორო უფლებებს და მომიჯნავე უფლებებს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, უკვე ძალიან აქტუალური იქნება ეს სტატიები, რომელიც ამ ჟურნალში იქნება მოთავსებული. ჟურნალი გამოვიდა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ჩვენ მივიღეთ იმ ინფორმაციას, რაშიც ნაკლებად ინფორმირებულები ვართ და ასე რომ ყველაფერი ის, რაც იცავს ჩვენს უფლებებს, ხელოვანი ადამიანის, ფიქრობ, რომ ძალიან კარგია და ნამდვილად მივესალმებით.